პირველი არხი წარმოგიდგენთ. საღამოშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. დიალოგი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა თუ აქციები კომპრომისის გარეშე. როგორია ოპოზიციისა და ხელისუფლების არჩევანი და რამდენად შეცვლის დაპირისპირებული მხარეების პოზიციებს შენდობის დღეს პატრიარქთან გამართული შეხვედრა. არაერთხელ გამოთქმული მზადყოფნა და მზადყოფნის მიუხედავად დღემდე არ შემდგარი დიალოგი. გამოჩნდება თუ არა ოპოზიციურ ასპარეზზე ახალი პარტია, რომელიც ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული ძალის თავისუფალ ნიშას დაიკავებს. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. სინანულისა და შენდობის ლოცვა, პოლიტიკოსების სხვადასხვა ტაძარში და შეხვედრა პატრიარქთან. გახდება თუ არა მიტევების დღე დიალოგის დაწყების საფუძველი და რამდენად მზადაა ოპოზიცია საპროტესტო აქციების ალტერნატივად დიალოგი განიხილოს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და დავიგოთ სიბრძნე უფლისა. ჩვენ უნდა მოусმინოთ ერთმანეთს. და თუ შესაძლებელია უნდა ავასრულოთ ერთმანეთის თხოვნას. მე მზად ვარ. აქედან წავიდე ან დღესვე ან ხვალვე ან ზეგვე. განვაახლოთ ის, რასაც დიდი ხანია ვიძახით. ერთმანეთთან საუბარი იმაზე თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენ ხალხის გაჭირვებას. ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე, მომავალზე, მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით ერთმანეთის მტრები. ჩვენ არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით მოსისხლე მოწინააღმდეგენი. ჩვენ არასდროს არ ავიღებთ ხელში იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ და ჩვენ ყოველთვის ყველა საკითხს გადავწყვეტ ერთმანეთთან საუბრით, სიძულვილის, აგრესიის და მეორე მხარის პოზიციის გაზიარების სიტუაციაში და მდგომარეობაში. მედი მაქვს რომ ასეთი გულახდილი მიტევების და შენდობის შემთხვევაში დღევანდელი დღე თავის წვლილს შეიტანს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაწყებაში. ოპოზიცია მზად არის შეხვედრისთვის, იმ თემებზე დიალოგისთვის და ველოდებით ასევე ხელისუფლების მხრიდანაც მათ მოსაზრებებს როგორ წარმოუდგენიათ კრიზისიდან ქვეყნის გამოხმას. პოლიტიკურ ძალას როგორ შეიძლება მოუტევო ქვეყნის დაღუპვა, ეს ცოტათი უფრო რთული საკითხებია, ვიდრე პიროვნული მიტევების საკითხები. ჩვენ გამოგვენახა შინაგანი ძალა რომ 1 საათით მაინც უფლისწინაშე ერთად დავდგარიყავით და ყოფილიყავით თანასწორნი, მე მგონი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ვიდრე ეს როგორც არის ახლა და ვართ ასე დაყოფილები. იქნება თუ არა ახალი ოპოზიციური გაერთიანება, რატომ კეთდება უმრავლესობაში განცხადებები კონფიდენციალური შეხვედრებისა და ახალი პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესახებ. ამგვარ რადიკალურ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ ყველაფრის ხარჯზე საკუთარი ამბიციების რეალიზებას ან ამის ცდელობა აქვს, ასეთ პოლიტიკას არ ექნება მომავალი. საპროტესტო აქციების 20 დღე და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები. ირაკლი ბათიაშვილი, ლევან ვეფხვაძე, გიგი წერეთელი, პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ალიანსის საქართველოსთვის წევრი ფილოსოფიის დოქტორი ირაკლი ბათიაშვილი. საღამოშვიდობის ბატონო ირაკლი. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში სტუმრობისათვის. თუმცა სანამ ჩვენ დავიწყებდეთ საუბარს, ჩვენ გვაქვს პირდაპირ ჩართვა საქართველოს საპატრიარქოდან, სადაც იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ქეთი ბოჯგო. ეგ სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა. ქეთი, საღამოშვიდობის, რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის შემდეგ? ლიდერებმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს საქართველოს საპატრიარქოს ტერიტორია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ საქართველოს პატრიარქს, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებენ, რომ მათი გეგმები არ შეცვლილა. როგორც ლიდერები ამბობენ, არ ყოფილა საუბარი რაიმე დათმობაზე და თავად უწმინდესის რეკომენდაციაშიც არ ყოფილა რაიმე სახის დათმობა მათი მხრიდან რეკომენდირებული. როგორც ისინი ამბობენ, ერთადერთი რაც მათ პატრიარქმა სთხოვა და რისკენაც მოუწოდა იყო ის, რომ მოვლენები განვითარდეს მშვიდობიან რეჟიმში და არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია. რაც შეეხება მათ გეგმებს, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არათუ არ გეგმავენ რაიმე დათმობაზე წასვლას და მოლაპარაკების დაწყებას რაიმე სხვა თემაზე გარდა მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა, არამედ აპირებენ, რომ
უფრო გაამწვავონ პოლიტიკურად სიტუაცია. ეს არის მე ვახდენ მათი განცხადების ციტირებას, როგორც ისინი ამბობენ, მანიფესტაციების მასშტაბები გაიზრდება ასევე პიკეტირების მასშტაბი და მათ გეგმებში არ შედის რაიმე სახის დათმობაზე წასვლა და მოთხოვნაც რჩება ერთადერთი დიალოგი შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადადგება მიხეილ სააკაშვილი. აქ მოხდა ძალიან დიდი შენდობა და ითქვა ის, რომ ჩვენი ბრძოლა არის ძალიან თავისუფალი და შიშველი ხელებით. მიმდინარე პროცესი ჩვენ მისთვის არ გვიკითხია და არც არასდროს არ გვკითხავთ. დღეს სხვა დღე იყო გამოცხადებული და შენდობა მე ვიღებ. თხოვეთ. რა რეჟიმშიდაც დავიწყეთ, იმ რეჟიმში გავაგრძელებთ. მის უწმინდესობასთან შეხვედრა ყოველთვის შედეგიანია, ეს შეხვედრა პატრიარქთან არ შეიძლება უშედეგო იყოს. ჩვენ მივიღეთ შენდობა მისგან, ვისაუბრეთ დღევანდელ ვითარებაზე და ვუთხარით პატრიარქს, რომ ჩვენ ბრძოლა გაგრძელდება მშვიდობიანად, გაგრძელდება ძალიან მტკიცედ და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს ბრძოლა საქართველოს წარმატებით და ქართველი ხალხის წარმატებით შესრულდება ის, რაც ქართულ ხალხს უნდა. რა შეიძლება დიალოგს? ითქვა ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, რომ საუბარი გადადგომასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს პრობლემას. ეს არის პოლიტიკური პროცესების უფრო მეტად გამწვავება იმისთვის, რომ ამ დინამიკიდან ეხლა გადავიდეთ უფრო სხვა ეტაპზე, რაც იქნება მოახლოება ამ პოლიტიკური პროცესების დასასრულს. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად კონსტიტუციის ფარგლებში. გაჩნდება სხვა საპროტესტო კერები, გაფართოვდება პოლიტიკური პროცესების არეალი, უფრო მასშტაბური გახდება აქციები, მანიფესტაციები. ეს არის პროცესების გამწვავება, რაც ასევე იქნება კონსტიტუციურ და კანონიერ ფარგლებში. შეხვედრა გრძელდებოდა დაახლოებით 2 საათს. აქ იყო წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, აქ არ იმყოფებოდნენ აღსანიშნავია ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები და როგორც ჩვენ გითხრეს ლიდერებმა, მათი პოზიცია არის ერთიანი. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც დავინტერესდით იმით ირაკლი ალასანიას ალიანსის წარმომადგენლებთან, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც იყო მისული ხელისუფლებაც, მაშინ როდესაც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა მიტევების დღესთან დაკავშირებით ბოლოს აღავლინეს სიონსა და ქაშვეთში. როგორც ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ეს არ იყო რაიმე პოლიტიკური მოტივით მიღებული გადაწყვეტილება და მათ უბრალოდ პატრიარქის რეკომენდაციას მისდიეს. მოგიწოდა პატრიარქმა, დღეს არის შენდობის დღე, ყველა იმ ეკლესიაში მივიდა და იმ ტაძარში, სადაც სურვილი ჰქონდა მისვლის. პატრიარქის მოწოდების და მისი რჩევადარიგების მიყოლა, მე მგონი ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის სასურველია. ეს ყველა იქ მივიდა, სადაც გულმა გაუწია. შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან იყო თავად უწმინდესის ინიციატივა, ის როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, თუმცა მიუხედავად პატრიარქთან გამართული საუბრისა, ამ შეხვედრის შემდეგ გახმაურდა ოპოზიციური ლიდერების გადაწყვეტილება, რომ აქციები გაგრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში, მოთხოვნას დარჩება იგივე, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. დიდი მადლობა კეთი ბოჯგოს საუბრობდა პირდაპირ ეთერში იმ შეხვედრის დეტალებით, რომელიც გაიმართა დღეს საქართველოს საპატრიარქოში ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ჩვენ კი ვიწყებთ საუბარს სტუდიაში ჩვენ სტუმართან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის სტუმარი ირაკლი ბათიაშვილი გახლავთ. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ბატონო ირაკლი. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ის განცხადებები, რაც გაკეთდა უშუალოდ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი გეგმებს არ შეცვლიან, მაგრამ მაინც ნიშნავს თუ არა დღევანდელი შეხვედრა შენდობის დღეს პატრიარქთან გამართული შეხვედრა, რომ ამ დღემ მისცა ერთგვარი ბიძგი დიალოგის დაწყებას. მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, პატრიარქთან ყოველი ესეთი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ყოველი ეს შეხვედრაც თავის ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რათა პროცესები კარგად განვითარდეს, სწორად განვითარდეს ქვეყნის მომავლისათვის. იმიტომ რომ პატრიარქის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ბრძენი სულიერი წინამძღოლი, ეს არის ფაქტი და ცხადია მისი ყოველი რჩევა და შეგონება ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ბატონო ირაკლი, ის რომ პატრიარქი მოუწოდებს მხარეებს დათმობისკენ, ის რომ არაერთხელ მოუწოდა უწმინდესმა დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან მოსმენისკენ, ერთმანეთთან საუბრისკენ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ორივე მხარე უნდა გადახედოს თავის პოზიციას და მართლაც მიუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას? მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. 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 ეს არის საკმაოდ
პატრიარქი მოუწოდებს პირველ რიგში დიალოგისაკენ, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს, ესე იგი, პროცესები განვითარდეს მშვიდობიანად და მე მგონი საქართველოს პატრიარქის ინტერესებში შეუძლებელია სხვა რამე იყოს. მის ინტერესებში არის უპირველეს ყოვლისა, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და რაღაც უბედურების და კატაკლიზმების გარეშე მოხდეს სასიკეთო ცვლილებები. და ჩვენთვის ყველა საქართველოს ნორმალური პატრიოტი მოქალაქისათვის ანალოგიურად ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ მით უმეტეს ჩვენ ძალიან მძიმე წარსული გვაქვს გავლილი და მძიმე გამოცდილება გვაქვს მიღებული. ეხლა ეს არის და იგივე 91-12 წლებში და ცხადია ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ადვილად შეიძლება ნებისმიერი პროცესის ისეთი ესკალაცია მოხდეს, რომ ის გადაიზარდოს შემდგომ გარკვეული პროვოკაციების გზით, გარკვეული ფაქტორების ჩარევის გზით, ან გაუთვალისწინებელი ფაქტორების ჩარევის გზით, ნებისმიერ ესეთი პროცესი შეიძლება მეორე დიდ კონფრონტაციაში გადაიზარდოს და რამდენი თვალისწინებს, თუნდაც პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება იმ გამოცდილებას, რა მწარე გამოცდილებაზე სხვა დღეს საუბრობთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ნორმალურ მოქალაქეს პოლიტიკოსებზე აღარ ვლაპარაკობ, ცხადია ეს გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი ისე, რომ ყველა ეს ცვლილება მოხდეს, ჩვენ მივაღწიოთ ცვლილებებს, ესე რომ ვთქვათ, იმ ცვლილებებს, რასაც მოითხოვს არა უბრალოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოების და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ რაღაც უბედურებების და კატაკლიზმების გარეშე. ეხლა რაც ეხება გათავისებული ვის აქვს. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ რატომღაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდი საკითხს აყენებს ესე და მას სურს წარმოაჩინოს და ეს მე ეჭვი მაქვს, რომ ხდება ელემენტარულად აპელირება ხდება ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ აჩვენოს, აი მას სურს დიალოგი, ის რა კონსტრუქციულია, ის რა ცივილიზებულია და ამ დროს ოპოზიცია როგორი ჯიხვები არიან, რომ ოპოზიციას არაფრის გაგონება არ უნდა, არაფერს საუბარზე წასვლა არ უნდა, არაფერ დიალოგზე წასვლა არ უნდა. იცით, ოპოზიცია და სხვათა შორის თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს ეგ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, აი აქციები გრძელდება უკვე მესამე კვირა. ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის აქციები. სამწუხაროდ მთელი რიგი ტელევიზიები, მათ შორის თქვენი ტელევიზიაც არ წარმოაჩენს ხშირ შემთხვევაში ამ აქციის მასშტაბებს. ხშირად ხდება ეს კიდევ სხვა საკითხია, გადაღებები ისე რომ ჩანს ხოლმე ძირითადად ცარიელი საკნები და ნაკლები რაოდენობის ხალხი, მაგრამ მესამე კვირა მიმდინარეობს ეს აქციები ამ მასშტაბის და ესეთი რამე ეროვნული მოძრაობის დროსაც არ ყოფილა ეს ყველაზე და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ესე რომ ვთქვათ რაღაც ესეთი ექსცესი არ მომხდარა ოპოზიციის მხრიდან. ვიტრინა არ ჩამსხვილ, არაფერი ვინმეს რამე არ დაუწვავს, არ დაუმტრევია, ესე იგი რაღაც ესეთი ბარბაროსული მაშინ როდესაც მე მინდა გითხრათ, ცივილიზებულ ევროპაში გადახედეთ რა ხდება საფრანგეთში, ავსტრიაში, ისლანდიაში, გერმანიაში დღეს როდესაც აქციები ტარდება, იმტრევა, იმსხება, ინგრევა ყველაფერი. კი ბატონო, აქციები არ ისწავლება ოპოზიციის სტანდარტები, აი მე დავამთავრებ რა. ოპოზიციის მოქმედების სტანდარტები არის ძალიან მაღალი, უაღრესად ცივილიზებული და მაღალ დემოკრატიული, ასე რომ ვთქვათ. საყვედურის თქმა ოპოზიციის მიმართ არ ეხა ვის მიმართ შეიძლება საყვედურის თქმა? კი ბატონო, თქვენი შემდგომი კითხვის მერე გიფოს. გასაგებია, რომ პროცესები მიმდინარეობს მშვიდობიანად და არ თქვენი ექსესებს ადგილი, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ალბათ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ასე გაგრძელდეს კიდევ უსასრულოდ კვირაების განმავლობაში. რა უნდა იყოს გამოსავალი? როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება იმიჯს იქნის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ ისთავაზობს ოპოზიციას დიალოგს და ოპოზიცია არ მოდის დიალოგზე, ფაქტია, რომ დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს ხელისუფლება, დიალოგს არ გამორიცხავს გარკვეულწილად თავისი პირობებით ოპოზიცია, მაგრამ ეს დიალოგი მზადყოფნის არაერთხელ გამოთქმის მიუხედავად არ შედგა. ნუ დავარქმევთ ამ პროცესს დიალოგს, არ შედგა შეხვედრა და არ შედგა განსხვავებული არგუმენტების მოსმენა და გაზიარება. რასთან მივალთ და რა პროცესებამდე მიგვიყვანს ასე ვითარების გაგრძელება? მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთი რამე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ესე ვთქვათ, ხელისუფლებისადმი
არსებობს თუნდაც იოტისოდენა ნდობა, ნდობის რაღაც კოეფიცი. მაგრამ როდესაც გზნობ, რომ მოდის ტყუილები, ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს, ესე იგი, არა უბრალოდ ოპოზიციაზე, საზოგადოებას. როდესაც დიალოგისკენ მოგვიწოდებს მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე, სხვები და ამ ფონზე, აი დღეს ამბიონზე ავიდა პრეზიდენტი, მე საერთოდ არ გამიგია, რომ მართალი გითხრათ, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ამბიონზე ასულიყო და ორატორული სპიჩი, ესე ვთქვათ, იქიდან გაეკეთებინოს, მაგრამ ნუ კარგით, ამას თავი გავანებოთ და მოგვიწოდებს ჩვენ დიალოგისკენ, აი ზუსტად ამ შენდობის ღამეს მოხდა თავდასხმა ალიანსის წევრ ვანო ლომიძეზე. და ამ კიდევ ორ წევრზე მოხდა, ესე იგი, ალიანსის მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლება საუბრობდა დიალოგზე, ათეულობით და უკვე ძალიან დიდი რაოდენობა, ჩვენ შეგვიძლია სია წარმოვადგინოთ, უამრავი წევრი, აქტივისტი, ჩვენი ესე რომ ვთქვათ, ოპოზიციური მოძრაობის და უბრალოდ საზოგადოებრივი წარმომადგენლები. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი, უბრალოდ საზოგადოებრივი წარმომადგენლების, ვთქვათ, ზურა მანჯავიძე, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, ვახტანგ ლაღიძე, ესე იგი მელორ ვაჩნაძეც 7 ნოემბრის ორგანიზაციის. ჟურნალისტები, რომელსაც აღებდნენ, აქ ცოტა სხვა სიტუაციას დაგვაქვს. მანამდე იყო, მე ვიყავი უშუალოდ იმ მომენტში, იქ ვიყავით ისე როგორც მე ქალბატონი სალომე, ქალბატონი ნინო, როდესაც პირდაპირ ვითომ დასუფთავებისთვის მოდიოდნენ და დასარბევად ესე ახტნენ და დაიწყეს მტრევა მსხურევა და ეს კაი ამას თავი გავანებოთ. ესე იგი მე ხდება რომ გვეუბნებიან რომ აი ესეთ უტიფარ ურც ტყუილებს რომ თურმე ვანო ლომიძე რომელიც გუშინ გადააყირავეს მანქანა დაუწვეს და ცემეს თურმე თვითონ იცემა თავისი თავი, თვითონ ბენზინი ჩაასხა იმაში და დაწვა მანქანა, თურმე ჩვენ იმ ღამეს 10 აპრილს ჩვენ თვითონ დასუფთავების ხალხს ვეცით და მე ჩვენ თვითონ დავამტვრიეთ იქაურობა და არა მე ისე თქვა მინდა და იმ ფონზე როცა დავით ბაქრაძე გამოდის და გვეუბნება რომ ჩვენ დიალოგი გვინდა და თან აჩვენებენ პირდაპირ რომ გენერალური ინსპექციის უფროსი შინაგან საქმეთა სამინისტროსი რომელიც უბრალოდ ფუნქცია ეს კი არ არის რომ კანონი და არამედ მან უნდა ესე იგი მოახდინოს ინსპექტირება კონტროლი თვითონ სამართალდამცავი ორგანო როგორ იცავს კანონს გვიჩვენებენ წყალს როგორ წყლიან პაკეტს როგორ ესვრის იმას მომიტინგებს დავამთავრებ რა და აი ეს მონოლოგის რეჟიმში გამოგვევა ეს ნაწილი გადაცემის იცით ეს არაფერი თავის თანამშრომლს არა დასკვნის სახით მინდა გითხრათ აი ყოველივე ამ ფონზე აი თქვენ რო იყოთ ოპოზიციის ადგილზე თქვენ შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება რომ სააკაშვილის ბაქრაძის და სხვათა სურვილი დიალოგისა არის გულწრფელი? ბატონო ირაკლი, ცნობილ კითხვებს მისვათ, მე ვარ ჟურნალისტი და შესაბამისად მაყურებელს ასე აინტერესებს თქვენი მოსაზრებები ჩემს კითხვებზე ვიდრე პირიქით. თქვენ განაგიცხადეთ, რომ ნდობა არ არსებობს ხელისუფლების მიმართ. გასაგებია, ამ შემთხვევაში ნდობის აღდგენას რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოს საპატრიარქო? საქართველოს საპატრიარქოს საქართველოს პატრიარქს, საქართველოს ეკლესიას საერთოდ გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია ნდობის აღდგენაში, კი ნდობის აღდგენა უკვე ძალიან რთული საქმე, არამედ იმაში რომ პროცესები განვითარდეს მშვიდობიანად, რაღაც უკვე მართლაც და გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. აი მე მინდა გითხრათ, იგივე ჩვენ წარმომადგენლები არაერთი ოპოზიცია არის ძალიან შეუპოვარი, ძალიან პრინციპული მოთხოვნა არის დაყენებული მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თაობაზე. ამ მოთხოვნას აყენებს ესე იგი თვითონ ქართული საზოგადოებრივების დიდი ნაწილი და მე მინდა გითხრათ საერთოდ მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა, მაგრამ ოპოზიციამ განაცხადა თავიდან, ახლა თქვენ მოისმენთ ბატონი ირაკლი ალასანიას ინტერვიუს, მანამდე სხვების ისინიც იყო, ჩვენ მზად ვართ დიალოგ, ჩვენი მოთხოვნა არის სააკაშვილის გადადგომა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ. აბა ჩვენ მიგვაჩნია რომ აი დავამთავრებ რა, ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ მიგვაჩნია, დარწმუნებთ, ჩვენ კი არა, ხალხს მიაჩნიათ, ხალხის დიდ ნაწილს, რომ აი ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის დავამთავრებ. ერთადერთი გზა არის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. მაგრამ ხელისუფლება ასევე საუბრობს ხალხის სახელით, როგორც თქვენ საუბრობთ საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით და ისინიც ამბობენ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა.
აბსოლუტურად ტყუილად სარგებლობს ხალხის სახელით, ეს უკვე სასაცილოა. თუ სააკაშვილი და ხელისუფლება აქვს თავისი არგუმენტები კრიზისიდან გამოსვლის, ჩვენ ვამბობთ, იქ ნათქვამი მე მგონი არაერთო ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ. მაგრამ დიალოგი ეს არის. ოპოზიცია ხშირად ახსენებს ხელისუფლებას იმ პირველ შემოთავაზებას. ოპოზიცია ხშირად ახსენებს ხელისუფლებას იმ პირველ შემოთავაზებას, როდესაც უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა ინიციატივით და გარკვეული საკითხების ნუსხა ჩამოთვალა დიალოგისთვის. მაგრამ მას შემდეგ ხელისუფლება იყო რამდენიმე საკითხი, თქვენ ეს ძალიან კარგად იცის მაყურებელმაც, მაგრამ მას შემდეგ ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა ასეთი განცხადებები, რომ ისინი მზად არიან ესაუბრონ ოპოზიციას აბსოლუტურად ყველა საკითხზე გარდა პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ხელისუფლება მიდის გარკვეულ დათმობაზე ოპოზიციასთან? ეს არის ძალიან ცინიკური მიდგომა. ჯერ ერთი ვიმეორებ, რომ ის რომ ოპოზიცია აყენებს ერთნიშნულად სააკაშვილის გადადგომის საკითხს, ეს სულებითაც არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მზად არ არის უარს ამბობს დიალოგზე პირიქით და მზად არის მოისმინოს ხელისუფლების წინადადებები და არგუმენტები. არ არის ეს ულტიმატუმის ერთგვარი ფორმა. არის თუ არა ეს ერთგვარი ულტიმატუმი, ბატონო ირაკლი? აშკარად ჭკვიანი ქალბატონი ჩახართ და აი თქვენ ზიხართ და გეუბნებათ დავით ბაქრაძე რომ კაცო როგორ სააკაშვილის გადადგომის გარდა აი ყველაფერი რა არის იცით რომ აი ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და 2013 წლის მერე ეს ყველაფერი შევა ძალაში და ალბათ 2013 წლის მერე იმ შეცვლილი კოდექსით რომ ჩატარდება არჩევნები, მერე სააკაშვილი უკვე ნაციონალური მოძრაობიდან იყრის კენჭს და შეეცდება მოგვევლინოს უკვე პრემიერ-მინისტრად. დღეს ოპოზიციას შანსი რომ რეალურად ხელისუფლებასთან შეხვედრის და საუბრით მიიღოს ძალიან ბევრი და ძალიან ბევრის დათმობა აიძულოს ხელისუფლებას. მიიღოს შედეგად ძირეული რეფორმები, რადიკალური ცვლილებები, თუნდაც პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა, ძალიან ბევრი საკითხი. სისტემური ცვლილებებია უფრო მთავარი აყენებენ ისინი საკითხი კონკრეტული პიროვნების შეცვლა. უდიდ როცა საქმე გვაქვს, მე ვარ პოლიტიკური ფილოსოფიის სფეროში დოქტორი. როდესაც საქმე გვაქვს ავტორიტარულ რეჟიმთან, ინსტიტუციურ ცვლილებებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის პერსონალიების საკითხი. როდესაც პოლპოტის რეჟიმი იყო კამპუჩიაში, იქ რო საკითხი დაეყენებინათ, სიტყვაზე ვინმეს ვეთქვა, რომ აი პოლპოტი იყოს, მაგრამ მოდი რა, ის მართსაჯულება შევცვალოთ, პარლამენტის არჩევნები, ეს აბსურდია. ავტორიტარული რეჟიმი მოითხოვს პერსონალიების შეცვლასაც. მე რისი თქმა მინდა, რომ ესეთი ცინიკურია, ესეთი დამოკიდებულება 2013 წლამდე არც პარლამენტის არჩევნები, არც პრეზიდენტის არჩევნები. ნურაფერს ნუ შევეხებით, მოდი წავიმუშაოთ ერთად, შევცვალოთ კოდექსი, შევცვალოთ კონსტიტუცია და ერთად ვიმსჯელოთ სოფლიო გლობალური კრიზისი, თურმე ოპოზიციამ და ხელისუფლებამ როგორ უნდა დავძლიოთ ერთად. ოცმა ქვეყანამ იმსჯელა და ვერ გადაწყვიტა. ბატონო ირაკლი, თუ კი შედგა ხელისუფლებასთან შეხვედრა, თუნდაც იმ პირობებით, რა პირობებსაც აყენებს ოპოზიცია. როგორ წარმოგიდგენიათ მიხეილ სააკაშვილს ესაუბროთ და დაერქვას ამ პროცესს დიალოგი, როდესაც თქვენ თავაზობთ მას მის უპირობო გადადგომას? მე მინდა გითხრათ, რომ ამაში მე ჯერთ იგივე ის მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც ბატონმა დავით ბაქრაძემ ახსენა, რომ ქონდა საუბარი ოპოზიციის გარკვეულ, მე არ ვიცი მართალი გითხრათ, ვისთან ქონდა, მაგრამ როცა ამაზე ხდება რაღაც სპეკულირება, რომ აი მე ვისთან ქონდა, თითქოს ეს ძალიან ნორმალურია. ეს იგი ოპოზიციის მხრიდან ყოფილა მზადყოფნა, ხო, რაღაც დიალოგი შემდგარიყო და ოპოზიციამ განაცხადა თავიდან მიტინგზე, რომ ჩვენი მოთხოვნა ესაა მოვისმენ პირველად და შემდეგ მოყვა ძალიან დიდი პროტესტი და განსხვავებული შინაარსის განცხადებები სხვა ლიდერებისგან ბატონო ირაკლი. ბათიაშვილის როგორც ბევრი სხვა და აბსოლუტურად დარწმუნება ძალიან ბევრი. მომხრე ვარ რომ რაც შეიძლება ყველა საკითხი ისე გადაწყდეს, რომ ჩვენ ავწდეთ მოვლენათა რაღაც საბედისწერო განვითარებას. ჩვენ აქეთკენ უნდა წავიდეთ, რომ დიდ კონფრონტაციას ავწდეთ. ამით, მაგრამ ისეთ რა არის? ისეთი რაღაცები არ უნდა გვითხრან, რომ ეს იგი იყოს ჩვენი დაცინვა და პარალელურად ამ ფონზე არ უნდა მიდიოდეს პირდაპირ ტერორი საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების. როგორ შეიძლება ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავიჯეროთ ამბიონიდან გადმომდგარი პრეზიდენტის ჭკუად არიგებების, რომელიც გვეუბნება, რომ ეხლა მას სურს თანხმობა, ერთობა, სიყვარული და ძმობა და თუ აი შენდობის დღეა, ხო?
მე უბრალოდ მიმართავ მიხეილ სააკაშვილს თქვენ იმიდა ყოფილი პოლიტპატიმარი. შენ თუ სინანულის დღეა, ხო? თუ ის ინანიებს. აი რა უღირს მას ამ სინანულის დღეს, ამ მიტევების დღეს პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე მჯდომი შალვა რამიშვილის გამოშვება, ნორა კვიციანის გამოშვება, მაია თოფურიას გამოშვება, გიორგი ზერეკიძის აი ჩვენ ამიტომ გვეპარება ეჭვი არის თუ არა აი საერთოდ ეჭვი კი არა დარწმუნებული ვარ თუ აი ეს ყველაფერი არის მაინც ფარისეული გამიგე ბატონო ირაკლი ჩვენ ვახსენეთ თქვენი ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადება როდესაც პირველად მიტინგების დაწყების მეორე დღესვე ის გამოვიდა საჯაროდ აქციაზე და არ გამორიცხა დიალოგის შესაძლებლობა შეხვედრის შესაძლებლობა ხელისუფლებასთან და გავიხსენეთ ისიც რომ განსხვავებული მოსაზრებები და არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ამას როგორც იქ შეკრებილების მხრიდან ასევე ოპოზიციის ლიდერების მხრიდან თუნდაც ის ფაქტიც რომ დღეს პატრიარქის შეთავაზების შემდეგ შენდობის ლოცვას სამების ტაძარში დღეს არაერთხელ დაისვა ეს კითხვა მაგრამ მე კიდევ ერთხელ უნდა დავსვა თქვენთან სამების ტაძარში დაესწრო ხელისუფლების წევრებთან ერთად ირაკლი ალასანია, ხოლო ალიანსის სხვა წარმომადგენლები, ოპოზიციის სხვა ლიდერები არ მისულან სამების ტაძარში. სანამ ლოცვა დაიწყებოდა, ისინი იმასაც ამბობდნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებს გულისხმობ, რომ ხელისუფლებასთან ერთად არ მივიდოდნენ და ხელისუფლების ფარში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ოპოზიციაში ერთგვარად აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა გარკვეულ საკითხებზე? არ ამგონია, რომ სადმე ინტერვიუში ვინმე ოპოზიციის ლიდერს ან წარმომადგენელს ეთქვას, რომ სამების ტაძარში არ მივა, ესეთი რამე მე არ გამიგია. არა, მე არ მომისმენია ეგეთი განცხადება, სამების ტაძარი არის ყველასთვის, ბრევლისთვის, ყველა მორწმუნე ქრისტიანისათვის. ესე იგი, ირაკლი ალასანია სამების ტაძარში იმიტომ კი არ მივიდა, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი იყო, არამედ იქ მივიდა როგორც ტაძარში, სამების ტაძარში და იქ ქადაგებდა და იქ მწირვალ ლოცვას ატარებდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მე მივედი ქაშვილი, სხვა მივიდა სიონში. ამაში მე ვფიქრობ, რამე განსაკუთრებული არ უნდა დავინახოთ. დღეს მე მიგითხრათ ოპოზიციაში არის ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან მიეცა ამას მრავალფეროვნების ძალიან მრავალფეროვანია დიდი სპექტრია გეთანხმებით ყველა რა თქმა უნდა განსხვავებული მიდგომები აქვს მაგრამ ოპოზიცია არის ერთიანი დღეს ისე როგორც არავის კიდევაც ვიღაცა ცოტა განსხვავებული ერთმანეთისგან მოსაზრებები იყოს შეათანხმებენ ერთმანეთზე შეუთანხმებად არავინ არ იმოქმედებს და ისე მინდა გითხრათ რა ჩვენ ნუ გვაბრალებენ დესტრუქციულობას. პირიქით, ოპოზიცია არის განწყობილი ყველაზე უფრო კონსტრუქციულად. კონსტრუქციულად, მაგრამ დღესაც კეთდება საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ განცხადებები, რომ ოპოზიცია წავა კიდევ მეტ რადიკალიზაციაზე, უფრო მეტად გამწვავებაზე. იცით რა არის? და უფრო მასშტაბური აქციები და რადიკალიზმი ის კი არ არის, როდესაც მშვიდობიან აქციებს მართავ სამი კვირის განმავლობაში და ერთი ვიტრინაც კი არ ჩაიმსხვრევა და შენ თვითონ ალაგებ პროსპექტ. ექსტრემიზმი და რადიკალიზმი არის, როდესაც ზონდერ ბრიგადები ხალხს მშვიდობიან მომიტინგეებს ხვდებიან ქუჩაში და ცემენ და შეფასება ეკუთვნის თავად ოპოზიციის ლიდერებს, რომ ისინი უფრო გაამწვავებენ აქციებს. წლის პაკეტებს რო ესვრიან, ზევიდან გენინსპექციის უფროს. გასაგებია. და არაერთხელ იქნა ნახსენები ოპოზიციის მხრიდან გადამწყვეტი მე კიდევ მინდა ხაზი გაუსვა რა, ხალბატონ ნათია რა. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით რა. იმიტომ რომ არა ვარ პიონერი პოლიტიკაში რა და ბევრი რამე მოქნა ნახი. ამას გულწრფელად ვამბობ, სწორედ ყოველგვარი ფარისევლობის გარეშე. მე ვარ ერთმნიშვნელო მიუხედავად რომ მე აქციებზეც ვარ და ყველანაირი ესე ვთქვათ რადიკალური აქციების მომხრე როგორც მშვიდობიანი რა თქმა უნდა მე ხას უსვავ რომ ისე უნდა განვითარდეს პროცესები რომ ჩვენ ავწდეთ კატაკლიზმებს რა თქმა უნდა და იყოს ავწდეთ რაღაც ესე ვთქვათ კონფრონტაციას. ის გზა როგორც მიდის მოვლენები უკვე სამი კვირის განმავლობაში სანამდე მეგვიყვას ბატონო ეს არის ქვეყნის ინტერესები ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ ყველაფერზე მაგრამ ამაში ორი აზრია. რა გზითაც ახლა მივდივართ არის ეს გზა მშვიდობიანი განვითარებისკენ. იცით რა არის ოპოზიციას მიყავს მშვიდობიანი განვითარებისაკენ მაგრამ ხელისუფლება სამწუხაროდ ყოველდღიურად ზაბავს. აი ბოლო შეკითხვა და დავასრულოთ საუბარი 20 დღეა გრძელდება სწორედ მე-20 დღეა გრძელდება აქციები გადაკეტილია რამდენიმე მთავარი ქუჩა დგას საკნები პიკეტირება სახელმწიფო დაწესებულებების ტელევიზიის შენობასთან თანამშრომლებს დილით საკმაოდ ეშლებათ ხელი სამსახურში მოსვლაში რა მიიღო 20 დღიანი პროტესტით და ამ ფორმის პროტესტით ოპოზიცია. ეს არის ზუსტად საქმე რომ ხედავთ რომ აი კედელს სერცვი შეაყარეო რა. აი სწორედ სამი კვირა მიდის აქციები და ამ დროს ვითომ არაფერი არ ხდება. ეს მე არ მგონია რომელიმე ქვეყანაში ყოფილიყოს. აი ამაშია ჩვენი უბედური. ამიტომ ღელავთ ჩვენ რომ
აი ესეთი სიყრუე, ესეთი გულგრილი, ვითომ არაფერი პრეზიდენტი მიდის სადღაც მიემგზავრება, ისვენებს. ეხლა მე მართალით არ ვიცი პირადად ცხოვრებაში არ მიყვარს ჩარევა, ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება ვითომ ეს არის რომ და არის ცარილი ბრტყელი ლაპარაკი რაღაც დიალოგზე, კონსტიტუციური ცვლილებები, კრიზისის, სოფლიო კრიზისის დაძლევა. ამიტომ ვიყოთ კონკრეტულ თუ დიალოგზეა ლაპარაკი, იყოს ძალიან კონკრეტულად გამოხატული ამის ნება. პირველ ყოვლისა უნდა გამოხატოს ეს ნება ხელისუფლება. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუდიის სტუმარი ირაკლი ბათიაშვილი გახლდათ. კიდევ ერთხელ მადლობას მოგხსენებთ ბატონო ირაკლი. დაგვალოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვას ვიცე-სპიკერი უმცირესობის წევრი ლევან მეფხვაძე უპასუხებს. პირდაპირ ეთერშია ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ვიცე-სპიკერი საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან მეფხვაძე. საღამოშვიდობის ბატონო ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო ლევან, უკვე რამდენიმე კვირა პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობს იმ რეჟიმში, შედგება თუ არა მოლაპარაკება ან დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს შენდობის დღეს შედგა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი დღე მისცემს თუ არა ბიძგს იმას, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დაელაპარაკონ? ძალიან რთული კითხვაა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა, თუმცა პროცესი გარკვეულ, ასე ვთქვათ, ჩიხშია შესული და ეს ჩიხი მე მგონი რომ არც ერთ მხარეს არ აწყობს იმდენად, რამდენადაც საბოლოო ჯამში ვიღებთ ჩიხს ქვეყნისთვის და ჩიხი ქვეყნისთვის რას ნიშნავს? კარგად გვახსოვს ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისი, როცა მხარეები ვერ მიდიოდნენ სალაპარაკოდ ერთმანეთთან, ან და თუ მიდიოდნენ შედეგად თავდებოდა. მე მახსოვს მაშინ 91 წელს ოქტომბერში საპატრიარქოში შედგა რამოდენიმე შეხვედრა კამერების წინ, სხვა შორის და მე ეს ტელევიზიის მეშვეობითაც აჩვენეს ეს შეხვედრები, მაგრამ უშედეგოდ. თავარი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც კონკრეტულ დიალოგზე წასვლა. თავარი არის რისთვის მივდივართ დიალოგზე და რა გვინდა რომ შედეგად მივიღოთ. თავარია ჯერ ის რომ შედგეს თუნდაც პირველი შეხვედრა. კი, რა თქმა უნდა, პირველი შეხვედრის გარეშე პროცესი ვერ დაიწყება, თუმცა აქ მე მაინც გონია, რომ უნდა დაუჯეროთ ექსპერტებს, რომლებიც გვთავაზობენ გარკვეულ მოდელს, იმიტომ რომ ექსპერტები როცა ორივე მხარეს ხვდებოდნენ, მათ თქვეს ესეთი მოდელი, რომ ორივე მხარე ერთი ნაბიჯი გადადგას უკან და მერე დაიწყოს პროცესი უკვე აი ნულოვანი, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესოა რა შეიძლება იყოს ეს უკან გადადგმული ნაბიჯი. გადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს ესეთი, რომ ერთმა მხარემ, ანუ ხელისუფლებამ აპრიორი თქვას, რომ 2013 საერთოდ არ ახსენოს და არ თქვას, რომ 2013-მდე არჩევნები არ იქნება და არ ნუ გაავლებს ნურავითარ წითელ ხაზებს აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხარემ არ თქვას, რომ აპრიორი მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ გადააყენოს სააკაშვილი და ამაზე დაელაპარაკოს. ანუ ორივე მხარემ ეს ორივე წითელი ხაზი თუ მოხსნა, მე ვფიქრობ, რომ დიალოგი შეიძლება დაიწყოს, მაგრამ დიალოგი აქამდე შეიძლება დაწყებულიყო, იმიტომ რომ და ამის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნება ხელისუფლების გამო წამოსულიყო პირველ რიგში, ჩვენ გარკვეული შეთავაზება გავაკეთეთ და ეს შეთავაზება სხვა შორის მეორე მხარისთვისაც რო ყოფილიყო მისაღები, თუმცა გარკვეული სტერეოტიპები, როგორც ჩანს, მეორე მხარის არსებობს და ძალიან ცუდია სტერეოტიპები რო არსებობს. ეხლა დღეს 2-3 დღე არ არის, მაგრამ აი მთელი ეს პერიოდია ლაპარაკი დაუშვათ მიტინგის მონაწილეებზე ფიზიკური ზეწოლის. განსაკუთრებულად ბოლო 3 დღეში გამწვავდა სიტუაცია მედიასთან დაკავშირებით. ჩვენ რას თავაზობდით? ჩვენ თავაზობდით, რომ გარკვეული მონიტორინგის ჯგუფი ყოფილიყო ერთი და მეორე შემთხვევისთვის, სადაც ყველა მხარე იქნებოდა წარმოდგენილი და სადაც თითოეული ეს შემთხვევა იქნებოდა განხილული და ასევე მონიტორინგი განხორციელდებოდა მედიაზე და ამ შემთხვევაში უკვე უტყუარი მასალა დაიდებოდა, იქნება თქვენ მართალი ხართ ჟურნალისტები ან პირიქით, იქნება ეს მეორე მხარეა მართალი. მაშინ დავსვით ჩვენ ეს კითხვა, როდესაც წამოყენებულიყო თქვენი ეს ინიციატივა, რა შეეხება მედიას. იყო წინასწარი პირობა და არა დიალოგის პირობა. რა შეეხება მედიას, რამდენად რთული ასეთ შემთხვევაში დაცული იქნა ზღვარი, რომ გარკვეული ეს მონიტორინგის ჯგუფი იყოს მხოლოდ შემოიფარგლოს მხოლოდ მონიტორინგით და არ მოხდეს ჩარევა სარედაქციო დამოკიდებულებაში. თქვენთვისაც არის მონიტორინგი კარგი, იმიტომ რომ თქვენ თუ ხართ მართლები, მაშინ ეს მონიტორინგი აჩვენებს, რომ თქვენ ხართ მართლები და ბალანსი დაცულია. თუ მეორე მხარეა მართალი, აი ეს მონიტორინგი აჩვენებს, რომ თქვენ არ ხართ მართლები. ამიტომ თუ თქვენ სიმართლეში ხართ, თუ თქვენ ხართ სიმართლეში, თქვენ სიმართლეში დარწმუნებული, თქვენ ეს მონიტორინგი უნდა გაწყობდეთ. ისე როგორც მეორე მხარეს უნდა აწყობდეს და
ამის მაგალითად ჩვენ მაგალითად ნოემბერში, დეკემბერში ქონა, როცა მიხნიკის ჯგუფი მუშაობდა და გარკვეული ასე ვთქვათ, კვლევებს ის ატარებდა და სწავლობდა რამდენად დაბალანსებულად გადიოდა ინფორმაციაში, ინფორმაცია ეთერში. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი იყო, მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას დაახლოებით 2 დამოუკიდებელი ჯგუფი აკვირდებოდა გარდა თავად საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედი მონიტორინგის ჯგუფისა, თუმცა მათმა დასკვნამ ხელი არ შეუშალა ნამდვილად ოპოზიციას, რომ ისევ არ დაედანაშაულებინათ მედია არაობიექტურობასა და მიკერძოებულობაში. ის დასკვნა თქვენ სასარგებლოდ იყო ამ შემთხვევაში, თქვენ წელგამართულნი გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა ეს იქნება გარკვეული არბიტრის ფუნქცია შეასრულებს თქვენსა და იმ ადამიანებს შორის და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებსაც ერთმანეთთან ესე იგი ასეთი დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, იმიტომ რომ უკვე მე ვფიქრობ გარკვეულ ზღვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობას გადასცილდა. მე ვფიქრობ რომ ეს შეცდომაა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ჟურნალისტს ვეძახით რომ შენ ხარ მიკერძოებული, მე ვფიქრობ ამ პოლიტიკური ჯგუფებიდან არის შეცდომა. ის უკვე თვითონ მართლა გახდება მხარე და შეიძლება გახდა კიდევაც მხარე და მისი ხედვა პოლიტიკური სიტუაციაზე იქნება არა მიკერძოებული, არამედ როგორც მხარის და ეს ავნებს პირიქით ამ ჯგუფებს. მე მგონი ამ შემთხვევაში ყველამ უნდა დაიხიოს არამედ დაპირისპირებულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას. თქვენი ინიციატივა, რომელიც თქვენ ახლა ახსენდა, ახლობით 2 კვირის წინ წამოყენებული 7 პუნქტიანი ინიციატივა იმისათვის, რომ შეიქმნას წინაპირობა დიალოგისთვის. რამდენად იქნება ეს ამ პუნქტების შესრულება მართლაც შედეგიანი დიალოგის გარანტი? ეს უნდა გამختارიყო გარკვეული ნდობის აღდგენის საფუძველი. ეს უნდა გამختارიყო წინაპირობა, რასაც ხელისუფლება გადადგავდა იმისათვის, რომ მეორე მხარეს, დაპირისპირებულ მხარეს გასჩენოდა ნდობა, რომ შენ თუ ამას გადადგავ, მაშინ მეც კი ბატონო დავიწყებ ლაპარაკს და მოგისმენ კიდე ამას გარდა კიდე რაზე ხარ წამოსვლელი. ამაზე იყო საუბარი და სხვა შორის დღესაც ვისმინეთ ჩვენ კომენტარები და გვაინტერესებს ხელისუფლება რაზეც არის წამოსვლილიო. მე მგონი ხელისუფლებას რო ეს კონკრეტული ნაბიჯი გადაედგა, მაშინ ნდობა და კითხვები აღარ გაჩნდებოდა, რახან ამაზე წარის უკვე წამოსვლელი, ნიშნავს რომ ამაზე მეცზეც აი წავა მომავალში. თუმცა მეორე მომენტია რომ ჩვენთვის ეს შეთავაზება გავუგებთ ერთი მხარისთვის, ხო, ხელისუფლებისთვის. სრულად გაუგებარი აღმოჩნდა, რომ მეორე მხარე დაიწყო თავდასხმები, რამოდენიმე ქალბატონი გამობრძანდა და ისეთი ფრაზებით იხმარა, იცი რა არის, მე ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს 2003 წლის ვარდების რევოლუციას. თუ ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩვენ როცა მუშაობდით, ჩვენი მოვალეობა იყო, მაგრამ იმიტომ კი არ ასე ვთქვათ, ვაჩვენებდით იმ შეცდომებს, რაც ხდებოდა და იმ დანაშაულებს ქვეყანაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოგწონდა პიროვნულად, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენ მიგვაჩნდა რომ ეს იყო შეცდომა და პირველი რასაც მიგვაჩნდა რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომა ეს იყო მისი იმპერატიული აზროვნება. მას ყავდა რამოდენიმე აზრის, ასე ვთქვათ, მომხვევი სუბიექტი, იგივე გიგა ბოკერი, იგივე მაინადირაძე, რომლებიც ლაპარაკობდნენ რომ ჩვენ რასაც ვამბობთ ეს არის სრული ჭეშმარიტება. ეხლა გამოვიდა მეორე მხარე, იგივე ქალბატონი სალომე იქნება თუ ბევრი მათგანი, რომლებიც ამბობენ რომ შენ თუ არ ახარ სალომე 2, მაშინ შენ ხარ მიშა 2. ასეთ ფორმულა შემოსწ ვინც არ არის ჩვენთან, ის არის ჩვენი მტერი. დაიწყეს შავ-თეთრი ფერებით აზროვნება. მე ვფიქრობ რომ ეს ხო იგივე მაინადირაძეობა, ეს ხო იგივე გიგა ბოკერიობა, აზროვნების ესეთი ბოლშევიკური ეს თქვა სტილი. თუმცა ოპოზიციას თუ თქვენი ინიციატივასა და მის შეფასებაზე საუბრობთ, ერთ-ერთი ბატონი ირაკლი იყო და მის ერთ-ერთი კოლეგა პარტიიდან კავკასიაზე იჯდა და რაღაცას ქილიკობდა ქრისტიან დემოკრატებზე, რომლებიც თურმე სამებაში იყვნენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. მე ცოტა გაუგნებული ვარ, ესე იგი, თუ ჩვენ ვართ ხელოვნური ოპოზიცია, მაშინ ჩვენ ქრისტიან დემოკრატები ჩვენ შეგვიყვანდნენ VIP ეგრეთ წოდებული შესასვლელებიდან, საიდანაც ბატონი მიხეილი და მისი გუნდის წევრები შევიდნენ და მე ბატონი მიხეილი გამოექანებოდა და ჩვენ ჩამოგვართმევდა ხელს. ეს დღეს არ მოხდა. სხვა რამე მოხდა. ჩვენ ეს ბრალდებები რომ ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპოზიცია და ასეთივე შეფასებები მოყვა ბატონებად. დღეს ჩვენ დაგვაყენებდნენ იქ. ასეთივე შეფასებები და მე გამოვიდოდი საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად, ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა შეიძლება დაიკავოს მალე ახალმა პარტიამ და სწორედ მსგავსი შეფასებები მოყვა, რომ ხელისუფლება თამაშობს იგივე თამაშს და ისევ თავაზობს საზოგადოებას, რომ შექმნას მის მიერვე კონტროლირებადი ოპოზიცია. იცი რა არის, ვინ ჩვენთან არ არის, ვინც ჩვენაერად არ აზროვნებს, ის მაინდა-მაინც არის ჩვენი მტერი, ეს მიდგომა, ამ მიდგომამ დაყუპა სააკაშვილა, დაყუპავს იმ ადამიანებს, ვინც დღეს ზუსტად ასე აზროვნებს და აი ამას ლაპარაკობს, რასაც თქვენ ბრძანეთ. თუ პოლიტიკური ასე ვთქვათ, ბაზარი არის, ვთქვათ, მარკეტინგია, ხო? და არის მოთხოვნილება რაღაცაზე,
თუნდაც ზომიერებაზე და ვიღაც გამო იგივე გიგი წერეთელი და შექმნის პარტიას, პირობითად თქვა, ლიდერი გიგი წერეთელი და შექმნის პარტიას. მე არ ვიცი რომ ბატონი გიგი აპირებს შექმნას. ვინმე უნდა დაუშალოს ამის გაკეთება და თქვას რომ ეს ხელისუფლების შექმნილია? არის დღეს ასეთი ახალი ძალის შექმნის საჭირო და როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო უმრავლესობა? ამას უმრავლესობა მე არ ვიცი ხა ეს ბატონი გიგი წერეთელის კერძო აზრია თუ უმრავლესობასთან შეთანხმებულია. ბატონი გიგი მე თუ არ ვწდები, ჩემს მერე ყავდა ჯობია მას კითხოთ, ეს არის მისი კერძო აზრი, თუ მე ვიცი მე ბატონ გიგისთან ალაპარაკები ვარ და ეს მისი მან ვაშინგტონში ჩვენ როცა ერთად ვიყავით, მან მითხრა რომ ესეთი იდეა არსებობს მის ასე თქვა განწყობაში რომ მას მეაჩნია რომ არ შეიძლება ესე ჭამა ერთმანეთის და უნდა არსებობდეს ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა რომელსაც ცივილურად ევროპულად შეუძლია დასხდნენ ერთმანეთს დაელაპარაკონ. დღეს რო ირაკლი ალასანიამ ხელი ჩამოართო სააკაშვილს ამით რა დაშავდა? ამიტომ ეხა ირაკლი ალასანიამ უნდა გახდეს მიშაური? ამას ვერ ხვდები, აი აზროვნების ამ სტილს ვერ ხვდები. დღეს მთელი საღამოა ვადევნები თვალყურს სხვა ტელეარხებს და იქ ირაკლი ალასანი უკვე გამოაცხადეს მიშა ორად, იმიტომ რომ ხელი ჩამოართვა მიშა ერთს. აი ესეთი აზროვნება შავ-თეთრ ფერებში აზროვნება, იმიტომ რომ ეს სამყარო ხალხნო მოგმართავთ თქვენ, ეს სამყარო ხო სპექტრში ხო 7 ფერია, 2 შავი და თეთრი არ არის ფერები. არის 7 ფერი. მაგრამ ფაქტია, ბატონო, პროცესები ისევ ამ რეჟიმში გრძელდება, დავსვათ ასეთი კითხვა, თქვენ ახსენეთ საუბარში, პროგნოზი არის ძალიან რთული, მაგრამ მაინც მოგვიწევს ალბათ პროგნოზების გაკეთება. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და სანამდე შეიძლება მივიდეთ თუ კი პროცესები გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ისევ გაგრძელდება. და მე კითხვას პასუხს გავცემ. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ მოდიოდა ამხელა ტალახი ჩვენზე, მთელი ამ ბოლო 2-3 კვირა შეგნებულად ვერიდებოდი და პასუხს არ ვცემდით, იმიტომ რომ მიგვაჩნდა და პასუხს არანაირად არ ვცდებით, არც სიტყვიერად, არც სხვა ფორმით, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ცდებოდა ყოველგვარ ადამიანურობის ზღვარს, იმას, რასაც ბრძანებდნენ და ძალიან დიდი თავშეკავება გამოვიჩინა ჩვენ. მაგრამ ამას ვაკეთებდით იმიტომ, რომ არ გვინდოდა ამ ქვეყნის შვილები ვარ და ამ ქვეყანაში კიდე რო დავძაბოთ სიტუაცია არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან გამართლებული, მაგრამ ყველა მიცოდეს, რომ ყველა უნდა აგოს თავის სიტყვაზე პასუხი. დღეს არ იქნება, ხვალ იქნება, ზეგი იქნება და ჩვენ ყველანაირი ძალა შეგვწევს, რომ ეს გავაკეთოთ და ყველა დაფიქრდეს თავის თითოეულ სიტყვაზე. ნუ დახვდება წინ თითოეული სიტყვა. ამიტომ ყველამ კარგად დაფიქრდეს, არამდე ახსენებს ქრისტიან დემოკრატებს და მერე ილაპარაკოს. ეხლა პროცესის განვითარებას. პროგნოზი მე თავიდანვე იმით დავიწყე, რომ ძალიან რთულია პროგნოზზე საუბარი. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვიწევს რაღაცა სქემაზე შეთანხმება. რაღაცა სქემით უნდა წავიდეთ. ჩვენი შეთავაზება არის შემდეგი, რომ ჩვენ წავიდეთ საკონსტიტუციო რეფორმების გზით, წავიდეთ საარჩევნო რეფორმების გზით და ამას არ ჭირდება სხვა შორის ძალიან დიდი პერიოდი, თუ იქნება პოლიტიკური ნება მეორე მხრიდან ხელისუფლების ჩვენ შეგვიძლია შემოდგომამდე ორივე პროცესი მოვამთავროთ, შემოდგომაზე ჩავარტაროთ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები და თუ კი ჩვენ კონსტიტუციურ პროცესს წარმართავთ ისე, რომ იმპიჩმენტის პროცედურა იქნება გამარტივებული, ვინც მოიგებს ამ არჩევნებს, მას შეიძლება უკვე და თუ ოპოზიცია ჯამში მოიგებს ამ არჩევნებს და მე ეჭვი არ მეპარება თუ უზრუნველყოფთ სამართლიან არჩევნებს, უკვე კანონის ფარგლებში, კონსტიტუციის ფარგლებში და არა ქუჩაში დავდგეთ და წადით, იმპიჩმენტის წესით გადავაყენოთ. იმპიჩმენტის მცდელობა დღესაც არის ლეიბორისტებმა შემოიტანეს, მაგრამ იმისათვის რომ ეს პროცესი დაიძრას, ამას ჭირდება საკმაოდ დიდი ოდენობა დეპუტატები. ეს არის ადიქიმეთი კაც პარლამენტში, ამიტომ აზრი არ აქვს, მაგრამ მეწმუნეთ, რომ შემდეგ პარლამენტში იქნება სულ სხვა პოლიტიკური სურათი და ამიტომ აპრიორი იმის თქმა, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება ჩვენ ჩავატაროთ და ეს არ არის გამოსავალი, არის შეცდომა. შეგვიძლია პრეზიდენტის უფლებამოსილება შევამციროთ, გავზარდოთ პარლამენტის უფლებამოსილება, მივცეთ მას იმპიჩმენტის, ვთქვათ, გამარტივებული პროცედურა, თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს. თუმცა ამაზეც აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას თავისი პასუხი, თქვენც ალბათ მოისმენთ, რა გვიპასუხა ცვლილებები, თუ კონკრეტული პიროვნების ცვლილება ამ შეკითხვაზე რა გვიპასუხა ირაკლი ბათიაშვილმა. მე დავსვამ ბოლოს შეკითხვას თქვენთან, რატომ გამოიწვია ქრისტიან დემოკრატების ვერ უსმინე და ამიტომ არ ვიცი ხეთ რაზეც საუბრობთ. ბატონო, მან განაცხადა, რომ ავტორიტარული რეჟიმი როცა აქვს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში სისტემური ცვლილება ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან კონკრეტული პიროვნების ცვლილება საუბარი ავტორიტარული რეჟიმი რო არის, იმიტომ არის რთული სიტუაცია, რომ ავტორიტარული რეჟიმი ისე რომ არ რაღაცა კუდი არ მოიქნიოს ძალიან ცუდად ისე თავისნებით არ წავა და ჩვენ აი ამ ჩარჩოს ამ კალაპოტს, რომელზეც იქნება საკმაოდ სერიოზული პრესი დასავლეთიდან,
იქნება საკმაოდ სერიოზული პრესი იგივე სააკაშვილის ხელისუფლებაზე, რომ ამ კალაპოტში წავიდეს, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიტყვით და წავალთ ამ მიმართულებით, მაშინ ეს იქნება შეუქცევადი პროცესი და ეს იქნება გზა, რომელთა ჩვენ დავძლევთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. რატომ გამოიწვია ქრისტიან-დემოკრატების უკმაყოფილება დავით ბაქრაძის განცხადება ოპოზიციასთან გარკვეულ კონფიდენციალურ შეხვედრებზე? არა, ჩვენ ეს კონფიდენციალური შეხვედრები ერთი გვახსოვს ერთი წლის წინანდელი ზუსტად თებერვალ-მარტის და მეორე მომენტია, რომ ჩვენ და ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ შეხვედრებზე, რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა, შევთავაზეთ კონკრეტული სქემა. შევთავაზეთ, რომ კონსტიტუციის ცვლილება თუ გინდათ, გავაკეთოთ სახელმწიფო კომისია. ამ სახელმწიფო კომისიაში ვინ უნდა შესულიყო, ესეც შევთავაზეთ, პროფესორ მათ კითხეს, როგორ წარმოგიდგენიათ, რეგლამენტაციაც კი შევთავაზეთ და კონკრეტული პასუხი სხვა შორის ხო ან არა, დიახ ან არა, არ უთქვამთ მათ. მერე უკვე კვირას საღამოს ვიგებთ თურმე ეს შეთავაზებული ჩვენი სქემა, ის რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით, ამ კონფიდენციალურ შეხვედრებზე შეუთავაზებიათ სხვებისთვის. ხა თქვენ წარმოიდგინეთ. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის მოსაზრებებსაც ითვალისწინებს ხელისუფლება. არა, ეს იმას კი არ ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არავინ არაფერს აღარ გვეკითხება და ჩვენ შეთავაზებულ სქემას ისე მიაქვს და სხვას თავაზობენ. ეს ცოტა ელემენტარულ ადამიანურ ურთიერთობებზე რო ვისაუბროთ, არა პოლიტიკურ ცოტა უხერხულია ეს რაღაცების გაკეთება და ამიტომ ჯობია რომ სამდე კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებენ ეს კონკრეტული სქემა ვის შეთავაზებულიც არის მას კითხონ ჯერ ამის შესახებ. ამიტომ ვიყავით ჩვენ პირველად განაცხენებული ბატონ ბაქრაძის განცხადება. შეიძლება ითქვას რომ შედეგი იქნება მთავარი ბატონ ლევან ვიდრე ავტორობა ინიციატივის. იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის კი არა, ვის რას თავაზობენ, მთავარია გულწრფელი იყო შეთავაზება და ამ შეთავაზების უკან ის კი არის ზოგადად დიალოგი, იმიტომ რომ ამ სიტყვამ ერთმა მხარემ იმდენჯერ ახსენა, რომ პროფანაცია გამოიწვია სიტყვის შინაარსზე და მეორე მხარემ საერთოდ სიმღერა დაიწყო ამ სიტყვაზე და მე მგონი ცოტა არაადეკვატურ სიტუაციაში შევდივართ ამის გამო. ჯობია ვიყოთ გულწრფელები და ჩვენ ამომრჩევლს ნურაფერს ნუ დაუმალავთ, ვინ ვის სად რას ხვდება, როგორ ხვდება და მივიდეთ კონკრეტულ შედეგამდე, ოღონდ მივიდეთ ისე როგორც არის ამ ქვეყნისთვის საჭირო. მე ვიქონიოთ რომ მართლაც დიალოგის რეჟიმში განვითარდება მოვლენები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ლევან ვეფხვაძე გახდა ჩვენი სტუდიის სტუმარი. დაგვალოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავფრინდებით პირველი თემის შეკითხვებს. უმჯერად ასევე ვიცე-სპიკერი უმრავლესობის წევრი გიგი წერეთელი უპასუხებს. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. ბატონ გიგი, საღამოშუდობის. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დავწყებ თქვენთან საუბარს იმ კითხვით, რა კითხვაც დავსვით ჩვენი გადაცემის წინასწარმეტყველებთან. დღეს შენდობის დღეს საპატრიარქოში გამართული შეხვედრით, როგორ ფიქრობთ, გამოჩნდა თუ არა დიალოგის რეალური შანსი დაპირისპირებულ მხარეებს შორის? დღეს დავიწყებ იმით, რომ მართლა ძალიან ისეთი გამორჩეული დღე იყო ალბათ ყველასათვის. მოწმენდა ეს მოგცა იმის საშუალება და ეს შეიძლება ხშირად ხდება და მორწმუნე ადამიანისთვის ეს მუდმივი პროცესია. სინანულის, მონანიების, მიტევების და ეს არის მე მგონი მთავარი პრინციპი საერთოდ ჩვენი მართლმადიდებლობისას და ქრისტიანობისას და დღეს განსაკუთრებული დღე იყო ამ პატრიარქის ინიციატივით, სწორედ ესეთი რაღაც საერთო ჩვენი ჩანაფიქრი ერთად ყოფნის ოპოზიციისას და ხელისუფლებისაც და გარკვეულად დახმარება ისევ ჩვენთვის. რომ გაგვიადვილდეს ერთმანეთთან მისვლა, ერთმანეთთან დალაპარაკება და სხვა შორის პატრიარქმა არაჩვეულებრივად იქადა გადდღეს და მან თქვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ყველასათვის და მან თქვა აღსარება თავისი უფლისა და ხალხის წინაშე და ახლა მე არ მგონია რომ სხვა ჩვეულებრივ მოკდავებს ეს უფრო უნდა გაუჭირდეთ. ამიტომ პატრიარქმა ასევე ახსნა დათმობა, რაც აუცილებელია. ამ განცხადებას დათმობაზე მოწოდებას როგორ პასუხობს? მე არ მგონია ახლა თუ იქ ვინმე იყო და ან ერთ ტაძარში, ან მეორე ტაძარში და მე მგონი ბევრს აქვს მოსანანიებელი ჩვენც მათ შორის ჩვენი სიტყვით და საქმით განსაკუთრებით პოლიტიკოსები ძალიან ხშირად ვწოდავთ ხოლმე და ფიქრობ რომ გარკვეული ტვირთი სულიერი თუ ვინმეს მოეხსნა დღეს ეს უნდა იყოს საშუალება იმისა რომ დაიწყოს ცოტა უკეთესი ცხოვრება სულიერის განწყობილებებით უკეთესი და ყოველ შემთხვევაში ის პრინციპი მაინც გაახსენდეს უნდა რომ გიყვარდეს მოყვასი შენი და არა ტრობა და არა შუღლი რომელიც კარგის მომდანი ნამდვილად არ არის არაფრის ამ ქვეყნისთვის. თუ კი დღევანდელმა დღემდე მისცან დობის აღდგენას, მოლაპარაკების დაწყებას შეხვედრებს, ერთი წუთით მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაკეთებული განცხადებები ოპოზიციის ლიდერების ამაზე ჯერჯერობით არ მეტყოლებს, ისინი ამბობენ, რომ ისევ ამ რეჟიმში გააგრძელებენ პროტესტს, თუ კი მართლაც მისცა დღევანდელმა დღემ ბიძგი მოლაპარაკების აღდგენასა და დიალოგს, რა კომპრომისებისთვის და რა დათმობებისთვის არის ხელისუფლება მზად?
მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ასე ვთქვათ, ლოგიკა ნამდვილად უნდა იყოს იმაში, რომ ასე ვერ გაგრძელდება. იგი საზოგადოებაში არის ახლა ძირითადი კითხვა. მართალია კი საუბრობენ ჩვენი კოლეგები და ოპონენტები, რომ ვთქვათ, უმეტესი საზოგადოების ამ მოსაზრების იზიარებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლა და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც გონია, რომ ახლა მთლად ასე არ არის ყველაფერი. ხალხს უფრო მეტად აინტერესებს, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, როდის იქნება რაღაცა ცივილიზებული მოლაპარაკებები პოლიტიკურ ძალებს შორის, სხვა შორის აი ამ 2 დღის წინ გამართული თუ გუშინ გარკვეული კვლევები, რომელიც ჩაატარა რაღაც არასამთავრობო სექტორმა, ალიანსმა, გარკვეული ორგანიზაციების, მე არ მგონია ეს იყოს სახელისუფლებო და პროსახელისუფლებო, მე მგონია უფრო პროოპოზიციური ძალები, ყოველ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორი ობიექტური უნდა იყოს. იქ გამოითქვა შემდეგი მოსაზრება, რომ 72 თუ მეტი პროცენტი სწორედ მხარს უჭერს, რომ შედგეს გარკვეული მოლაპარაკება. ნუ კი ბატონო, დიალოგი თუ აღარ გვსიამოვნებს ეს სიტყვა, შეიძლება მოლაპარაკებაზე დისკუსიაზე და მოლაპარაკებასა და შეხვედრის აუცილებლობას არ გამორიცხავს არც ოპოზიცია, მაგრამ რამდენად შედეგიან და რა შედეგამდე შეეცვალა, მაშინ არ გამორიცხავს ხელისუფლება. მაგრამ ხელისუფლებას აქვს თავისი პირობა, რომ არ განიხილავს ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტის გადადგომას, ოპოზიცია პირიქით არ განიხილავს სხვა საკითხებს გარდა მიხეილ სააკაშვილის გადადგომისა. ერთ გადაცემაში არ მახსოვს თქვი ასეთი მოსაზრება, რომ მე ვფიქრობ, დიალოგი ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს და ჩვენ ხა თავს ვერ მოვიტყუებთ, ხო, ვიცით რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის, ნუ არ ვიცი ხა შეიძლება ეს სიტყვაც აღიზიანოს, მაგრამ მე რასაც უყურებ ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი, კი ბატონო, მოითხოვს აქვს ერთი მოთხოვნა, ამ მოთხოვნით გამოდის, ხო? ეს არის რადიკალური მოთხოვნა. და თუ აქვს ეს მოთხოვნა, ჩვენ ხო გვესმის, რომ დიალოგის რეჟიმში შეიძლება ადგეს რომელიმე მრავალთაგანი ერთი ლიდერი, იმიტომ რომ ბევრნი არიან, ერთი არ არის და თქვას, რომ ჩვენ ამას ვითხოვთ. ხა ამის გამო, ამის შიშით ხა ჩვენ არ შევხვდეთ და არ ვილაპარაკოთ სხვა უფრო ფუნდამენტურ, უფრო სერიოზულ საკითხებზე, მე მგონი სწორი არ იქნება, როცა იტყვის ამას, როცა იტყვის ვინმე ამას, მას ბუნებრივია ექნება ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი, თქვათ, რატომ არ უნდა მოხდეს ახლა ეს. რა სერიოზული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისთვის არის მზად ხელისუფლება იმისათვის, რომ ნდობა აღდგეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. საკითხი თქვა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ესე იგი არა მხოლოდ გეტყობათ, ესე იგი მე ვთვლი, რომ თქვენ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით და ამიტომ კარგად გაიგებთ ახლა მე რას ვამბობ, ხო? თუ ჩვენ აი ამ ვითარებას თქვათ სწრაფად დავამთავრებთ ეს რამდენიმე დღეში ან ვიცი თვეში ხელისუფლების წასვლით აი ამ მეთოდოლოგიით თქვათ საკნებით, პიკეტებით, გზების ჩაკეტვით, რადიკალიზაციით, კი ბატონო, ამასაც აღნიშნავ, რომ მინიმალურია ეს რაღაც ახლა დარღვევები, თქვათ, შეიძლება ეს ცემატყების ფაქტები ძალიან ცუდია და აგერ ვაცხადებ, რომ ყველანი ვგმობთ ამას, ყველანაირი თქვათ ან არასერიოზული მოქმედება ხა წყლის მისხმა, მოსხმა თუ რაღაცის სროლა თუ ნუ კიდევ უფრო ცუდს ვიტყვი ჟურნალისტებთან დაპირისპირებთ, ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ ეს თამდევია ამ პროცესების, თუმცა ღმერთით რამდენიმე კვირის განმავლობაში, მომიცეთ რას ვამბობ, მადლობა უნდა უთხრათ ალბათ იმ ადამიანებსაც, ვინც თავს იკავებს რაღაცა ზედმეტი და სერიოზული ექსცესებისაგან და ეხლა ხელისუფლებასაც ნუ გამოვიწვევთ. თორემ ხა ირაკლი საუბრობდა აქ, რომ აი კარგი სტანდარტია შედარებით სიმშვიდე არავინ არაფერს არ ამტვრევს და ნახეთ რა ხდება ევროპის ქვეყნებში იქ თითოეულ გამოსვლაზე როგორ მტრევა და მსხრევაა და არეულდარეულობა, მაგრამ მაშინ ხა არ მინდა ვისაუბრო რა პასუხია ევროპის ქვეყნებში ასეთ გამოხტომებზე, არის უსასტიკესი პასუხი და ხელისუფლება ამას არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და რაც შეეხება დაუბრუნდეთ შეკითხვას, რა სერიოზული ნაბიჯი ახსენეთ თქვენ, რა სერიოზული ნაბიჯი და რა რეალური ცვლილება უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ ოპოზიციას იმისათვის, რომ ის დაკარგული ნდობა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდი, დავასრულებ ჩემს, რომ თუ ეს ასე უნდა მოხდეს, მაშინ მე გავაკეთებ ასეთ პროგნოზს, ეს საერთოდ არ არის კეთილშობილი საქმე და დიდად სამადლობელი პროგნოზების კეთება, მაგრამ მუდმივად მაშინ შეიძლება ასე იყოს. იმიტომ რომ თუ დღეს პირობითად წავიდა მიშა, პირობითად ვამბობ და მოვიდა გრიშა, მაშინ შემდგომში მიშას მხარდამჭერები ზუსტად იგივეს მოუწყობენ. შეიძლება უფრო წავე ფორმებში გრიშას და აიძულებენ რომ გრიშამაც პირველივე ასე ვთქვათ რაღაც არასასიამოვნო ან არასწორი ნაბიჯის გამო დატოვოს პოსტი.
ჩვენ ეს არ გვინდა. ეს გვაქვს. მე ერთი წუთით რა, მე მინდა ხა ამას ტელემაყურებელი უკვე უყურებს ხო? 20 წლის განმავლობაში რამდენჯერმე საქართველოში ხელისუფლება ასე შეიცვალა. ეს იყო, კომუნისტებს არ ვიტყვი, კი ბატონო, ეროვნული მოძრაობა იყო, ზვიად გამსახურდია. შევარდნაძე უკვე შეიძლება მომწიფებული იყო. სააკაშვილი, რომელიც გადადგა 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ და დაინიშნა მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უკეთესი იქნებოდა ყველა შემთხვევაში. უკეთეს არა, მოდის ვიხდი. ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, მე როცა ახლა ამას ვამბობ, მონაწილე ვარ იმ პროცესების, ეს იყო უაღრესად მშვიდობიანი და მინდა გითხრათ, ბოლო დღემდე ჩვენ ვიყავით საკითხზე ორიენტირებული და არა შევარდნაძის იმ გადადგომაზე, აქ იყო საუბარი, ბოლო დღემდე იყო შეთავაზება, რომ სწორი შედეგები გამოცხადებულიყო არჩევნების და არ ყოფილიყო არჩევნების გაყალბებული შედეგების გამოცხადება. და მინდა გითხრათ, რომ იმ დროისთვის ამას ხშირად გვახსენებენ ხოლმე ჩვენ, რომ აი თქვენ შეხვედით პარლამენტში, იქ თითქოს ის იყო კანონიერი პარლამენტი და ჩვენ ვიყავით უკანონო პარლამენტის წევრები. მე მინდა ყველა შევახსენო, რომ მაშინ იმ პარლამენტმა ვერ დაიწყო მუშაობა. ის იყო უკანონო პარლამენტი და ჩვენ ვიყავით ჯერ კიდევ კანონიერი დეპუტატები და შევედით პარლამენტში. ეს არის ახლა ეს არის ძირითადი არსი. ის იყო უკანონო პარლამენტი, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალიან შორს წაგვიყვეს. ამაზე დეტალები, თუმცა სადავო საკითხებია ბატონო გიგი. მე შემილია ბევრი ვისაუბრა ამ საკითხზე, მაგრამ მოდი ერთი რამე ვთქვათ რა გამოტონა. ჩვენ ახლა თუ კი რაიმე არასასიამოვნო მოხდა, სულ ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ შვილებს როცა გაუჯავდებით ხოლმე, ჩვენ ვიღაცა გვეტყვის, ასე ნუღა მოიქცევი, ასე ნუღა გააკეთე. ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია, რომ ეს პრინციპი და ეს მიდგომა, ეს მეთოდი არ არის სწორი. ხალხი დიდი ბოდიში რა, მე მიწევს ხოლმე ცოტა ემოციურად ლაპარაკი, იმიტომ რომ რაღაცის მომეცით კითხვის დასმის საშუალება. ბატონო, მე მოგცემ ჩვენ სხვა ესეთი პოლემიკა გვაქვს ხოლმე, მე ვცდილობ თქვენ დაგამთავრებინოთ თქვენი კითხვა, მაგრამ მეც მინდა რომ აზრი დავასრულო. ამიტომ სანამ გადავალ კონკრეტულ საკითხებზე, ჩემი აზრი ასეთია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევძლოთ საერთო პოზიციების გამონახვა და ახლა გადავალ სერიოზულ საკითხებზე, რაც ხანგრძლივი ვადით მოიტანს საქართველოში გაცილებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. ეს არის და რაც შეიძლება იყოს სწორი და მოლაპარაკებების თუ დიალოგის საგანი. ეს არის რეფორმა პოლიტიკური, რაც გულისხმობს ბუნებრივია იმ სახელმწიფო შტოებს შორის დაბალანსებას და კონტროლის მექანიზმებს და გადანაწილებას უფლებამოსილების პრეზიდენტის პარლამენტის სასამართლო ხელისუფლება და სხვა. ეს არის საარჩევნო გარემოს შექმნა იმგვარის, რომ თითოეულ თქვენთაგანს საზოგადოებას ქვეყნის შიგნით პირველ რიგში და შემდეგ ქვეყნის გარეთაც ნდობა გაუჩნდეს ამ პროცესის და ჩვენ შევთანხმდეთ იმგვარ წესებზე, რომ ვიტყვით, რომ აი ახლა ჩავატარებთ არჩევნებს, ჩვენ თვითონ ჩავატარებთ თუ ჩვენ დასამარცხინოთ, სხვა ჩაგვიტარებს, მაგრამ ვიტყვით, რომ ვენდობით ამ არჩევნების შედეგებს და არავინ არ დაიწყებს კივილს და ცივილს, რომ აი ახლა მე წავაგე და ეს გაყალბებული იყო, შეიძლება ვინმე მესიყვიროს. მაგრამ ეს იქნება მცირე მარგინალური ჯგუფი, რომელიც ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, დღესაც ალბათ საქართველოში არის ხალხი, რომელიც ამბობს, ასეც იყო წინა პერიოდში, არ მიმაჩნია ეს ხელისუფლება ლეგიტიმური. ეს საკითხები შეიძლება გახდეს დიალოგის თემა. შემდგომ ძალიან საინტერესო საკითხია, ესე იგი თქვა ადგილობრივი არჩევნები, რომელიც მოდის 1 წლის შემდეგ. თბილისის მერის არჩევნები, მithumetes პირდაპირზე თუა საუბარი, უსერიოზულესი გადაწყვეტილებაა, გინდაც დემოკრატიულობის თვალსაზრისით, გინდაც ხელისუფლების პერსპექტივაში ხელშეაღების თვალსაზრისით. გასაგებია იმ საკითხების ნუსხა, რაც შეიძლება გახდეს დიალოგის დროს განხილვის საგანი, მაგრამ არის თუ არა, ანუ აუცილებლად უნდა გადადგას თუ არა ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ დიალოგი შედგეს. გასაგებია, რომ ეს საკითხები კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, ჩამოთვლილი აქვს უამრავი საკითხი ხელისუფლებას. ოპოზიციის წარმომადგენლებს თუნდაც გავიხსენოთ რამდენიმე პუნქტი იმ 7 პუნქტიანი ინიციატივიდან, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ წარმოადგინა, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა, არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების შეცვლას. კი ბატონო, ამას დაამატა არასაპარლამენტო ოპოზიციამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების შეცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ნებისმიერი საკითხი დაისმება იცით რა, თუ ეს წინაპირობები იქნება, სხვა შორის მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას. ჩვენ ვიცით დაახლოებით ნუსხა საკითხების, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს საუბარი, რომ იცით რა, მოდით ახლა ეს ყველანი ვიყოთ ფრაკებში ან გაპარსულები, ასე არ გვინდა რა. ამბობს და ჩვენ გვაქვს რთული გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომ ოპოზიციას არ აქვს ნდობა ხელისუფლების მიმართ. ბატონო ნათია, ჩვენ არ ვიმყოფებით
დღეს აი ადარებენ ხშირად მესმის ხოლმე ხო ჩვენც ხო გვაქვს პოლემიკა და კამათი. მაგრამ ხო ისრაელში სულ რაღაცა ხდება, იტალიაში მთავრობები იცვლება, საფრანგეთში ესე ჩვენ გვაქვს სხვა რეალობა. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. ჩვენთან მართლა აგერ ყურის ძირში დგას სხვა ქვეყნის ჯარი, აგრესორი და გვაქვს სერიოზული ეკონომიკური სირთულეები, რომელიც შეიძლება ისე დაატყდეს თავს ჩვენ ქვეყანას, აი არასტაბილურობის პირობებში, რომ მონასანატრებელი გახდეს ის სამუშაო ადგილები და ის ვითარება, რაც დღეს არის. და ეხლა თუ ვინმე ამბობს, რომ ხვალ თუ პირობითად ვიძახი, რაღაც ჯგუფი არ იქნება ხელისუფლებაში ადამიანების და ხვალ უცებ გამოიყრება სამუშაო ადგილები, ყველაფერი კარგად იქნება და თუ მე ამაში ვინმე დამარწმუნებს, პირველი მეწავალ. ეხლა თუ ვინმეს ეს აინტერესებს, მართლა თუ მეწოდინება, რომ 45 დღეში ჩემი ესე იგი წასვლიდან ეს ყველაფერი ასე აეწყობა საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ეს ამის გარანტია ელემენტარული ხედვა, ელემენტარულად ამის წარმოქმნა რომ შეგვეძლოს. მე მეგეუბნებით, რომ ეს მართლაც ახლა სრულად ესეთი საკითხია, იცით? რა ტიპის რა კომპეტენციალური შეხვედრები გართულდება სიტუაცია თუ ჩვენ არ შევქმნით გარემოს კონსტიტუციური მეთოდებით ხელისუფლების შეცვლას. კონფიდენციალურ შეხვედრებზე მსურს კითხოთ დავით ბაქრაძის ამ განცხადებას და შეთავაზებულ საკითხებს მოყვა ქრისტიან-დემოკრატების უკმაყოფილება, ისინი ამბობენ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარმოქმნილი ინიციატივები, თუნდაც სახელმწიფო კომისიის შექმნის საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ეს ინიციატივა, რომელიც თავად შესთავაზეს ხელისუფლებას შემდეგ საკუთარი სახელით და საკუთარი ინიციატივის სახელით თავაზობს ამას ოპოზიციას. მე დღეს მინდა რომ ამ დღესთან დაკავშირებით ბოდიში ვიხდი, შეიძლება არ არის ჩემი თლათ ემოცია, მაგრამ ცოტა ხმაც ესე მაქვს ჩახლეჩილი და ამიტომ მიწევს ძალდატანება თითქოს ხმამაღლა ლაპარაკ. მაგრამ მართლა მინდა რომ კაცილებით უფრო რბილი ასე ვთქვათ მიდგომები მქონდეს და მართლაც ბევრი რამე მეწყინა, ალბათ სხვასაც წინს, ეხლა ჩემი საუბარი დარწმუნებულია რომ რაღაც აგრესიით ხდება, მე არ უყურებ არავის როგორც მტერს, ძალიან ბევრი რომ ამ დღეებში ძალიან მეწყინა, ვთქვათ რაღაცა გარკვეული ქმედებები იმ ადამიანების, ვისთანაც შეიძლება რაღაც სიახლოვე მაკავშირებდა და ეხლა სამწუხაროდ მეც ვიღებ რაღაც გადაწყვეტილებებს, ხო? თუმცა მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ თუ რაიმე რაციონალური ერთმანეთის მიდგომებში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი საზოგადოების აი ეს დავიჭიროთ და არა მაინცსა და მაინც რაღაცა გამოვძებნოთ ისეთი რამ რაზეც აუცილებლად ვიჩხუბებთ და მე ვიტყვით რომ არ ვარგა ეს ხელისუფლება, არ ვარგა ეს ოპოზიცია, დავანებოთ თავი და ხალხს დაუტოვოთ ეს მუდმივი კითხვა. რა იქნება, რა გვეშველება და ასე შემდეგ. თქვენ რომ მკითხეთ ამ კომპეტენციალურ შეხვედრებს, მე ვერ გეტყვით რამე კომპეტენციალური შეხვედრა იყოს, თუმცა მივესალმებოდი, რომ იყოს საერთოდ რამე ტიპის შეხვედრები, სადაც დაიგეგმება რომ უფრო სერიოზულ ნაბიჯს და სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს ორივე მხარე. ეხლა არ არის საჭირო ერთმანეთს ჩვენთვის განკუთულ დროს ბატონ გიგი. ამ ბოლოს გამოსვლას თავის დადებითიც აქ და უარყოფით, იმიტომ რომ სულ ეჩქარება რომ დავასრულოთ. ამიტომ როდესაც ვამბობთ ამას ძალიან ხშირად მოყვება ხოლმე რესპონდენტებს ხრიდან უკმაყოფილება, თუმცა რას ვიზამ ქრონომეტრაჟი არის განსაზღვრული. აი მაბატიეთ თუ რაღაცა ისე არ თქვი. თქვენი დღევანდელი განცხადება ახალი ოპოზიციური პარტიის შესაძლო შექმნაზე. რატომ საუბრობთ ამ ვიცე-სპიკერი ამ განცხადებას დაედო ერთგვარი სარჩულით, რომ შესაძლოა ეს პარტია და ეს ეგრეთ წოდებული ნიშა კონსტრუქციული ძალისა დაიკავოს თავად ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ შექმნილმა პარტიამ. ხო, რა თქმა უნდა, ყველანაირი ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს ამისა, მე უბრალოდ ვანაკეთებ რა ანალიზს დღეს და ვფიქრობ ერთ-ერთ ინტერვიუში თვალწოდები გუშინ ვთქვი იმის თაობაზე რომ მომავალი და მომავალში რადიკალურ რაღაც ექსტრემისტულ ესეთ სიტუაციის დამძაბავს და არა ცივილიზებული მეთოდით მებრძოლ ოპოზიციურ ფრთას აქვს ნაკლები შანსი მოიპოვოს ელექტორალური რაღაცა წარმატება და გაცილებით მეტი ნაწილი საზოგადოების თუნდაც აი მოვლენებიდან გამომდინარე სამომავლოდ იფიქრებს იმაზე სამომავლოდ იფიქრებს იმაზე, რომ გაცილებით უფრო კონსტრუქციულს მე არ ვამბობ კონფორმისტულ ძალას, რომელიც რაღაც ყველაფერს შეეგუება, არა, ძალიან სერიოზული კრიტიკა, ოპონირებაც, ბრძოლაც, მაგრამ გარკვეული წესებით უფრო ცივილიზებულად ვიდრე ვთქვათ, მუდმივად ვთქვათ, პიკეტირება, ჩახერგვა და ვთქვათ სხვა საკითხები. ახლა მე აღარ ვამბობ იმაზე, ხა დღეს კიდევ კარგი დღე იყო, მაგრამ ალბათ ყველა მოინანია ის საქციელი ჩვენი წილი, სხვა თავისი წილი, როცა ლაპარაკობთ ერთის მხრივ ძმობაზე, სიყვარულზე და სიყვარულით აშენებაზე, მაშინ არ უნდა შევადგინოთ საქართველოსთან გასაქცევების სიები და ჭადრები არ უნდა ვითვალოთ, ვერამდენზე უნდა ჩამოვკიდოთ და დაპატიმრებებზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ეს ალბათ მოინანია იმან, ვინც ამას აკეთებდა ამ დღეებში. ეს მინდა საკმაოდ სინანულით აღნიშნო და არ გვინდა
ასეთი რამ და მაშინ უფრო იოლად მოხდება ერთი მხრიდანაც კომპრომისი და მეორე მხრიდანაც კომპრომისი. მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლება არ უნდა დათმოს. რაც დასათმობია გონივრულობის ფარგლებში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ხვალინდელი დღისთვის მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხები შემიძლია ჩამოთვალო, აქ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს კომპრომისი. მაგრამ ოპოზიციაც არ უნდა იყოს ასეთი შეუვალი. განცხადების ისევ შეფასებას დაუბრუნდები, იყო ასეთი შეფასებებიც, რომ მოსალოდნელია ეს განცხადება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ხელისუფლებამ სცადოს მის მიერ მართული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ძალისშეწირვა. ჯერ ერთი ყავა წლები და პოლიტიკური დისკურსი სხვანაირი იქნება, პარტიები გაიხსენეთ 4 წლის წინ, სულ სხვა ვითარება იყო, ხო მართალი ვარ? დღეს ვინც ოპოზიციაში დგას, იყო ერთი თითქმის ყველა, იყო სახელისუფლებო გუნდის ნაწილი და ზოგი სააკაშვილის მხარდამჭერი და უერთგულესი თანამებრძოლი და ზოგი სხვა და ზოგი სხვა. შეიცვალა ბევრი რამ. სახელისუფლებო გუნდის შეცდომა ბატონ გიგი. ჩვენ არ გვითქვამს და ხელისუფლებას არ უთქვამს და არც მე არ მომწონებია და არც სხვას. ყველაფერი რაც კეთდებოდა. ამის გამო გარკვეულ ეტაპზე იყო სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, მაგრამ ხა თუ თქვენთან ვინმე მედავება რომ ამასინათ აღარ მასოს რომელიმე დებატებში დაუსვი კითხვა ჩემ ოპონენტს. მითხარით 5 წლის წინანდელი საქართველოს უფრო წინ წასული ქვეყანა იყო თუ დღეს? და ამიტომ ბევრი კარგი გაკეთდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბევრმა არასწორმა შეიძლება გააწყვეტილებამ გადაფარა ზოგჯერ და ნუ სამწუხაროდ ომი იყო ისეთი რამ, რამაც ძალიან ბევრი რაღაც სხვანაირად ასე ვთქვათ წარმოაჩინა. ამიტომ ხა მე არ მინდა ხოლმე წარსულში ქექვა, იმიტომ რომ წარსულში ყველაფერს ვნახავთ, ცუდსაც და კარგსაც. ვიფიქროთ მომავალზე და აი მომავალზე როცა ვსაუბრობ პირადად მე, ვხედავ რომ გაცილებით უფრო რაციონალურ, უფრო ზომიერ, ცივილიზებულ, მაგრამ საკითხებზე ორიენტირებულ და მებრძოლ პოლიტიკურ ძალას ექნება მეტი შანსი ოპოზიციურ სპექტრში. ეხლა ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. ეს არის ჩემი აზრი და ყველას მინდა ვთხოვო, რომ როგორც მე და ბევრი ჩემი კოლეგა ტოლერანტული შეიძლება იყოს სხვისი აზრის, ასევე მოიქცეს სხვაც და გაცილებით გაადვილდება ცხოვრება და საკითხების მოგვარება. თორე მე არაფერს ესე იგი თუ რამეს შექმნას დავაპირებ, დოდესმე ამას როგორმე სიმორცხვის გარეშე გამოცხადებ და არა შეგარდ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. კონსოლიდაცია საჭირო დღეს ქვეყანაში. გიგი წერეთელი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. პირველი თემა დღეს ამის დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისათვის.